2012 წელს გარეთ რატო გამოვედით? ეს ხო მუდმივად რაღაცნაირი ესეც ხო შემოტენილი რაღაც ნარატივი არის, რომ ჩვენ პოლიტიკოსების გამო გამოვდიოდით გარეთ. მე ადრეც სადაც თქვი და კიდე გავიმეორებ, რომ მაშინ არავის გამო არასდროს არავის გამო არ გამოვდივართ გარდა ერთმანეთისა და გარდა ამ ქვეყნისა. ჩვენ გარეთ ყოველთვის გამოვდივართ, იმიტომ რომ ერთმანეთს გვინდა რომ გვერდში დავუდგეთ და ამ ქვეყნისთვის რო გვინდა რაღაც კარგი. და ახლა მით უმეტეს, როცა ამდენი ადამიანი უკვე სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, მით უმეტეს. ეს ადამიანები თუ ჩავტოვეთ რაღაც ჩვენი ცხოვრება როგორ უნდა გაგრძელდეს, ეგეც არ ვიცი და თან ისიც არ ვიცი. არ ვიცით კიდე სადამდე წავა ეს რეჟიმი. მეკითხებიან რომ რატო გაფიცვა მაგალითად თან რა გგონია საერთოდ ამ თემას როდესაც განიხილა სხვა შორის ისიც ავიწყდებათ რომ ამ დროს სანამ დაიჭერდნენ ამ რომ გამოაცხადა რომ გაფიცული ასევე. იმიტომ რომ ეს კონკრეტული აქტიც მოხდა იმ უსამართლობების გამო რაც პირველ დღეებში უკვე დაფიქსირდა და თეატრი არა მარტო რაღაცა ერთმანეთის გვერდში, კოლეგების გვერდში დადგომის გამო არ მოხდა ის რაც მოხდა შემდეგში. არა, სანამ პროტესტი იყო მიმდინარე. სანამ ვეფხია კასტრაძეს დაიჭერდნენ. მანამდე მოხდა ეს, სანამ ცემდნენ სირბილას. მანამდე მოხდა ეს ყველაფერი. და ეს არის კიდე რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ცოტა აჩქარებულად უყურებდნენ ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ არ გქონია, არ მოგვეცა ამის შანსი, რომ გაფიცვის კულტურა არსებობდეს, რასაც სამომავლოდ ძალიან დიდი ძალა ექნება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ 15 წელიწადში, სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ 15 წელიწადში ჩემი შვილი კიდე ერთი ალა ქართული ოცნების მაგვარი მთავრობის წინააღმდეგ მოუწევს რომ გავიდეს გარეთ და რაღაც გააპროტესტოს, მაგრამ რაღაცა დაუტოვოთ ანდერძად ამ ხალხს, ბავშვებს დაუტოვოთ რაღაც სამომავლოდ, რაღაც ფუნდამენტი არსებობდეს, რის ხარჯზეც მათ არ მოუწევთ წამების ყურება. აი ესეთი უსამართლობების ატანა, ესეთი რაღაც სისასტიკის და სიგიჟის დაკვირვება და ამის ფონზე ბრძოლა. დავუტოვოთ ამ ბავშვებს რაღაცა საფუძვლიანი და ძლიერი, რის ხარჯზეც იტყვიან, რომ არა, მორჩა. აი ხვალიდან მორჩა, იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგები ვართ და არ მოუწიოთ მათ იმის გავლა, რასაც ეხლა ჩვენ გავდივართ, როგორც ჩვენ არ მოგვიწია მადლობა ღმერთს ჯერჯერობით 9 აპრილი მართლა, რაც გაიარეს ჩვენმა მშობლებმა. ყველა თაობა რაღაცას უტოვებს მომავალ თაობას ბრძოლით. 2012 წელს გარეთ რატო გამოვედით? ეს ხო მუდმივად რაღაც